ტრენერებმა, რომლებიც ამერიკიდან იყვნენ სპეციალურად ამ კურსის ჩასწავლებლად ჩამოსული, ნამდვილად მოგვაწოდეს ღირებული ინფორმაცია ამ თემასთან დაკავშირებით და ვფიქრობ, რომ საომავლოდ თუ დადგება ბიოტერორიზმის საფრთხე საქართველოში, ჩვენ გვეცოდინება პირველადი ეტაპზე, როგორ უნდა გავუმკლავდეთ, როგორი რეაგირება უნდა მოვახდინოთ იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი მოსახლეობა ბიოტერორიზმის შემთხვევისაგან. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებს მიეცათ საშუალება ამ ტრეინინგის მეშვეობით დახვეწონ ერთმანეთთან ურთიერთთანამშრომლობა და კოორდინაცია ისეთი საფრთხეების შემთხვევაში, როგორც ეს ბიოლოგიური იარაღის გამოყენებით თავდასხმა. განვიხილეთ ამ ურთიერთობის სხვადასხვა ეტაპები, განხილული იქნა სამუშაო ვარიანტები და ერთგვარი სცენარები, რომლებმაც კიდევ ერთხელ მოხდა საშუალება ჩვენთვის აქამდე უცნობ მომენტებზე გავაკეთებინა აქცენტები, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ ვთქვათ, ექიმები და სამართალდამცავები თვლი საომავლოდ უფრო მჭიდროდ მოახერხებენ რეაგირებას და უფრო სწრაფად აღნიშნული საფრთხეების ლიკვიდაციის საკითხთან დაკავშირებით. DITRA has brought this course in cooperation with the U.S. Embassy to help the government of Georgia further develop its information sharing processes as well as its ability to respond to the unique aspects of a joint bioterrorism response event. And it really focuses on bringing the public health and law enforcement communities together and talk about how they can better support one another and share information at an appropriate level.